მოგესალმებით ყველას, ვინც ხართ დაინტერესებული საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების ნამდვილი ისტორიით. არა იმ მოგონილი ამბებით და იმ ემოციური შეფასებებით, რომლებიც უხვად არის არა მხოლოდ ბოლო 35-40 წლის მანძილზე, არამედ თავის სათავეს უფრო სიღრმეში იღებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში. თუ რას გულისხმობ უფრო კონკრეტულად, მოგახსენებთ, როგორც აი ამ წიგნის ავტორი გულბაათ რცხილაძე, კერძოდ წიგნი არის მე-19 საუკუნე საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ამ სათაურით სერიიდან რუსეთის ცივილიზაციური მისია კავკასიაში. ერთგვარად საკამათო საკითხი წამოვჭერი მე როგორც ავტორმა, პოლიტოლოგიის დოქტორმა და ისტორიის ასე თუ ისე მცოდნე თქვენთან ერთად, ალბათ ბევრ თქვენთაგანთან ერთად და იმედი მაქვს იმ ხალხის, ვინც იცის ისტორია, ყოველ შემთხვევაში ფაქტები იცის და შეუძლია კამათი, კულტურული კამათი და არა ისეთი მიტინგების დონის ლანძღვა გინება, თუმცა არც ასეთების მეშინია და მეშინოდა და მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებებს, რა აზია ეს წიგნი და რატომ მოგმართავთ თქვენ. მანამდე მადლობას მოვახსენებ ბატონ ერმილე ნემსაძეს, რომელმაც მითხრა, რომ დამითმობს თავის ტრიბუნას, YouTube-ის აუდიტორიას ამ საკითხებზე სალაპარაკოთ და ჩვენ ერმილესთან გვაქვს გარკვეული ნაცნობობა, ურთიერთობა ბევრ საკითხში, თანამოაზრეობაც აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერში ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს და ის, რასაც მე მოგახსენებთ, ეს ჩემი აზრია და ჩემი შეხედულებები. მე ხლა ამ წიგნს არ მყიდი, ვისაც უნდა ვაჩუქებ, ამისთვის არავის არ ეგონოს, რომ რეკლამას ვაკეთებ, რომ ყურადღება მივიპყრო და წიგნი გაიყიდოს, თუმცა თითოეულა მაღაზიაში წიდება, რომ შემთხვევითმა მკითხველმა, მსურველმა იქნებ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ მე დაწვრილებით გეტყვით, რატომ არის ეს წიგნი განსხვავებული. მე არ მეშინია ამის ხლა თვით რეკლამაში ჩამეთვალოს ეს, მაგრამ წიგნი არის ნამდვილად განსხვავებული და მას მე რამდენადაც ვიცი არ აქვს ანალოგია საქართველოში. კერძოდ, მე-19 საუკუნის ისტორია საქართველოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის იწერებოდა საბჭოთა კავშირში, მაშინ, როდესაც გამეფებული იყო ყველა სფეროში მარქსისტული იდეოლოგია. ამ მარქსისტული იდეოლოგიის ფარგლებში ყველა იმპერია, მათ შორის და შეიძლება პირველ რიგში რუსეთის იმპერია, შეფასებული იყო ნეგატიურად, უარყოფითად. და იმპერია დღესაც ჩვენთვის გაიგივებულია ხალხების ჩაგვრასთან, ექსპლუატაციასთან, ესე იგი ეკონომიკურ ძარცვასთან, თუ ძარცვასთან არა, ცალმხრივ სარგებელთან იმპერიის ცენტრისთვის და თითქოს ქართველები განიცდიდნენ მათ შორის ეროვნულ ჩაგვრას რუსეთის იმპერიაში. ახლა საბჭოთა კავშირზე არ მაქვს ლაპარაკი, რუსეთის იმპერიაზეა ლაპარაკი, რომელიც საბჭოთა კავშირში შეფასდა ქართულ ისტორიოგრაფიაში, ანუ ისტორიის აღწერაში საბჭოთა კავშირის დროს, როგორც საქართველოსთვის საკმაოდ ნეგატიური მოვლენა. იყო ასეთი თეზისი, მოგეხსენებათ ბევრ თქვენთაგანს, და ეს იყო სტალინური თეზისი, რომ საქართველო, როდესაც შეუერთდა რუსეთის იმპერიას 1801 წელს და დაიწყო ეს ქართული ტერიტორიების შეერთება რუსეთთან, ეს იყო ეს მოვლენა საქართველოსთვის უმცირესი ბოროტება. ანუ ესე იგი მაინც ბოროტება იყო, მაგრამ სხვა არჩევანთან შედარებით საქართველოსთვის ეს იყო უმცირესი ბოროტება. ეს სტალინი ვიცით, რომ იყო უდიდესი ფიგურა, უდიდესი მოაზროვნე, მათ შორის მსოფლიო მასშტაბის მოაზროვნე იყო, გარდა იმისა, რომ იგი პოლიტიკოსი იყო და მხედართმთავარი და დაამარცხა მსოფლიოში ფაშიზმი, ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე დაამარცხა და საბჭოთა კავშირი გავიდა ნომერ პირველ თუ არა ნომერ მეორე ძალად მთელ მსოფლიოში,
ეს არის სტალინის დამსახურება და აი სტალინის ემბლემა მაქვს სხვათა შორის დაბნეული იჯაგზე მათ შორის მაშინ როდესაც ვიმყოფები რუსეთში და სხვადასხვა ღონისძიებებს შეგნებულად რათა ყველამ იცოდეს რომ ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით სტალინი კი არ გვესირცხება ქართველებს გვიამაყება ვისაც ასე არ მიაჩნია თავის გზაზე გაუმარჯოს მაგრამ მე რა მინდა თქვა რომ სტალინის აი ამ თეზის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე პირადად რომ ეს იყო უმცირესი ბოროტება საქართველოსთვის მხოლოდ ნაწილობრივ თუ ვეთანხმები ნაწილობრივ იმიტომ რომ იმაჩნია იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც იყო საქართველოს დაწყებული მას შემდეგ რაც იგი დაიშალა მე-15 საუკუნის ბოლოს და უკვე მე-16 საუკუნეს შეხვდა როგორც ცალკე აღებული ქართლის, კახეთის, იმერეთის სამცხე საათაბაგოს ეს და მერე უკვე სამეგრელო და გურის და აფხაზეთის სამთავროებად, იქ მთიანეთი, იქ სვანეთი ცალ-ცალკე დაიშალა საქართველოს ნაწილებად და შემდეგ უკვე არის ამ წიგნშიც გადმოცემული არაერთი ფაქტი ამ ეპოქიდან რომ საქართველოს იყო უაღრესად სავალალო მდგომარეობაში, ქართველი ქართველს ყიდდა მონობაში, ოსმალეთის იმპერიაში, სპარსეთის იმპერიაში, ლეკები დათარეშობდნენ, თიელები, აბრაგები, ხალხს იტაცებდნენ უკვე ქონებაზე და პირუტყვზე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანებს იტაცებდნენ და ამ გატაცებაში ეხმარებოდნენ მათ ისევ ქართველები. ეკლესია იყო დაშლილი, ასევე უკვე იყო ორი ხელისუფლებიანობა აღმოსავლეთი და დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოები, იქ სამხრეთ საქართველოს კიდე ცალკე იყო, აფხაზეთი ცალკე, ეკლესიურადაც და აი ეს არეულობა ამის შემდეგ წარმოიდგინეთ შემოდის რუსეთი საქართველოში, ჯერ ერეკლე მეფის საშუალებით, სოლომონ პირველის საშუალებით და თავდება ეს ყველაფერი რუსეთთან საქართველოს შეერთებით, რომელსაც ბევრი ანექსიას ეძახის, დაპყრობას, ოკუპაციას, ეს ყველაფერი არის ამ წიგნში განხილული. თავისი ტერმინოლოგიით, რა არის ოკუპაცია, რა არის ანექსია, რა არის შეერთება, ანუ ინკორპორირება და ყველაფერი ეს მე როგორც ამ საქმის სპეციალისტმა და საერთაშორისო პოლიტიკური ტერმინოლოგია ასე თუ ისე ვიცი და ვფლობ ამ საკითხებს, ეს არის ყველაფერი აქ გადმოცემული და კიდევ ვეღარ დავამთავრე ახლა სტალინის შესახებ, რატომ არ ვეთანხმები სტალინს ამ თეზისში ბოლომდე, რომ საქართველოსთვის არ იყო რუსეთის იმპერიასთან შეერთება ბოროტება საერთოდ. უმცირესი ბოროტება კი არა, საერთოდ არ იყო ბოროტება. და ეს იყო დიდი სიკეთე იმ ვითარებაში, იმ ფონზე, რა ფონიც მე ახლა აღგიწერეთ, რა ხდებოდა საქართველოში. ფაქტობრივად იყო კაციჭამიობის გარდა ყველაფერი ხდებოდა. უბრალოდ ადამიანის ხორცს არ ჭამდნენ მაშინდელი ქართველები, თორე დანარჩენს ყველაფერს კადრულობდნენ. და ეს უნდა ითქვას. ეკლესია აღარ იყო ეკლესია, სამეფო აღარ იყო სამეფო, სამხედრო, გლეხი, ყველაფერი იყო არეული ერთმანეთში. და ამას მე არ ვამბობ მარტო, მე ჩემი სიტყვებით გადმოვცემ ის რაც დადასტურებულია ისტორიკულ ქრონიკებში, მათ შორის ქართულ ქრონიკებში. მათ შორის იტალიურში, ფრანგულში, გერმანულში, რაც გავიდა ევროპაში და მერე რუსეთში. და აი ამის შესახებ ცნობები აქ არის, ახლა ნიკო ბერძენიშვილს აქვს თვითონ უამრავი ცნობა და იმაზე უკეთესად მე ვერ აღწერდი ამ პრეისტორიას მე-17-მე-18 საუკუნის საქართველოსი და პირდაპირ გადმოტანილი მაქვს თავის წყაროს მითითებით, რასაც წერს ნიკო ბერძენიშვილი. მაგრამ რა არის ამ წიგნში სიახლე? რით განსხვავდება ახლა მე რაც თქვი ეს ბევრმა თქვენთაგანმა იცის ისედაც შეიძლება, მაგრამ საქმე ის არის რომ შეფასებები ისტორიაში, ისტორიოგრაფიაში, რომ საქართველო იყო თუ არა რუსეთის კოლონია მაგალითად. ბევრს გონია და ამას ხელს უწყობდა საბჭოთა ისტორიოგრაფია, ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ საქართველო იყო რუსეთის კოლონია. აქ განხილულია სინამდვილეში რას ნიშნავს კოლონიობა. და რა არის კოლონია ისტორიულად, თუკი ჩვენ ავიღებთ ევროპულ სახელმწიფოებს. ახლა აი ერმილე რო იყო ბრიუსელში და იქ მეფე ლეოპოლდის შესახებ ჩაწერა პატარა სიუჟეტი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ აბსოლუტური სიმართლეა, ხოლო დავამატოთ შეგვიძლია კიდე უფრო
ნეგატიური მასალა და სხვათა შორის ამ წიგნში არის ამ ლეოპოლდის ისტორია აფრიკასთან მიმართებაში, კონგოსთან მიმართებაში. და არა მარტო ლეოპოლდი, კლასიკური მაგალითი ავიღეთ დიდი ბრიტანეთის კოლონიალიზმი ინდოეთში. რამდენი შიმშილი გამოიარა ინდოეთმა ბრიტანელების ხელში. ეს მოვლენა არ იყო მანამდე ინდოეთში გავრცელებული. შეიძლება გვეგონოს ჩვენ რომ ინდოეთი რადგანაც იგი ჭარბმოსახლეობიანი არის, სულ შიმშილობდა და სულ ესეთ უბედურ დღეში იყო. არ იყო ასე. სწორედ ბრიტანელების დაპყრობის შემდეგ ინდოეთის ინდოსტანის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილის დაპყრობის შემდეგ მოხდა ინდოელების გაღატაკება და მათ შორის საშინელი შიმშილი, ჭირიანობა, დაავადებებისგან ხალხის ხოცვა, ეს ყველაფერი მოხდა სწორედ ბრიტანული კოლონიალიზმის პირობებში. და მე ვამბობ, როგორ შეიძლება ეს კოლონიალიზმი შეადარო იმ ვითარებას, რაც იყო რუსეთის იმპერიის დროს საქართველოში. როდესაც ქართველი ხალხი მოკეთდა, ასე თუ ისე, ჯერ ერთი ფიზიკურ ქრობას გადაურჩა და ეს სტატისტიკა მე დარწმუნებული ვარ უკვე ცნობილია ბევრისათვის და გაუმჯობესდა ვითარება და როგორ გაერთიანდა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. შემდეგ ამას უწყობდნენ აი ამ პოზიტივების ცუდი შინაარსით გადაფარვას, ცდილობდნენ სამწუხაროდ და საუბედუროდ, მათ შორის დიდი ქართველი ისტორიკოსები. საბჭოთა პერიოდისა, საბჭოთა შემდეგ, თორე მანამდე ისევ მეფის რუსეთში არსებული, მაგალითად ივანე ჯავახიშვილი, ჩვენი უდიდესი ისტორიკოსი, ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი, დიდი პიროვნება მართლაც, თუმცა მაინც სწორი შეფასებებით არ გამოირჩეოდა ამ საკითხის, ამ კონკრეტული საკითხის მიმართ, მხოლოდ ნეგატივი იყო წარმოჩენილი მის 1906 წელს გამოშვებულ რუსულ ენაზე ნაშრომში, რომელიც აქ არის ფართოდ განხილული და ჩვენ ისეთი სურათი გვეხატება, რომ რუსები იყვნენ ექსპლუატატორები, ქართული ენის მტრები, ქართული ეკლესიის მტრები რუსები წარმოგიდგენიათ და თითქოს ისეთი მტრები, როგორებიც არ ყოფილან არც სპარსელები, არც მონღოლები, არც თურქები და არც ხვები. სხვა რჯულის წარმომადგენელი დამპყრობლები. აი ამაზე არის ყურადღება გამახვილებული ჩემს ნაშრომში, რომ პირიქით არ იყო ასეთი არაფერი მსგავსი და ის რომ თქვათ სიონის საკათედრო ტაძარში უფრო ხშირად რუსულ ენაზე იყო წირვალოცვა ვიდრე ქართულ ენაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ენა აკრძალული იყო, რომ ქართული წირვალოცვა გაძევებული იყო ქართული ტაძრებიდან. ეს იყო ცალკეულ ტაძრებში, სადაც რუსები მსახურობდნენ ძირითადად და სადაც ქართული მრევლი ნაკლებად იყო და თბილისი მოგეხსენებათ მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე არ იყო ქართული მოსახლეობით გაჯერებული მაინც და მაინც. რა თუნდა ამას ახლა ბევრი ლაპარაკი. ამაზე აღარ მივაპყრობ ყურადღებას და დავაკავებ ტყუილა დავიკავებ. არამედ ჯობია თავად ამ წიგნს ვისაძღნება ერთხელ ვამბობ, საჩუქრად მიიღებთ და სხვა კიდევ საკითხებს აქვს ამ წიგნში ადგილი რომ განხილული არის. კიდევ ახლა ერთხელ აი უბრალოდ სარჩევის მიხედვით გეტყვით, აღწერილია ქართული ეკლესიის სავალალო მდგომარეობა, მანამ სანამ რუსეთს შეუერთდებოდით და აქ სხვათა შორის მოცემულია ეპისკოპოსი კირიონის, იგივე კირიონ საძაგლიშვილი, რომელიც შემდეგ პატრიარქი გახდა დიდი ხნის შემდეგ, რაც პატრიარქობა აღარ იყო საქართველოში, სწორედ რუსეთთან შეერთების შემდეგ, რასაც შეცდომით ვუწოდებთ ჩვენ ავტოკეფალიის გაუქმებას. არაფერი ავტოკეფალია რუსებს არ გაუქმებია, გაუქმდა პატრიარქის თანამდებობა. იმიტომ რომ არც იყო საქართველოში პატრიარქი რუსები რო შემოვიდნენ, იყო ორი კათალიკოსი, კი, კათალიკოს პატრიარქი მცხეთისა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს
ეკლესიას მეთაურობდა და დასავლეთ საქართველოს თავის კათალიკოსი ყავდა, აფხაზეთის და ცხუმ აფხაზეთის კათალიკოსი, რომელიც თითქოს უმცროსი იყო მცხეთელზე, მაგრამ არაფრით არ განირჩეოდა, იყო ცალკე კათალიკოსი და ცალკე მეთაური ეკლესიის. აი ეს ორი ეკლესია ბრჭყალებში გააერთიანა ისევ რუსეთმა, ოღონდ გაუქმა პატრიარქის თანამდებობა. იმიტომ რომ თვით იმპერატორი იყო, მირონცხებული იმპერატორი რუსეთის იმპერიაში ეკლესიის მეთაური, დე-ფაქტო მეთაური. და გამოგზავნა აქ რუსეთმა ეგზარქოსები, ეგრეთ წოდებული ეგზარქოსები, რომლებიც იყვნენ მიტროპოლიტის ან ეპისკოპოსის რანგში და ისინი ედგნენ ეკლესიას აქ საქართველოში სათავეში. და ამის შესახებ დაწერა ეპისკოპოსმა კირიონმა, შემდგომმა პატრიარქმა 1917 პატრიარქად რომ ეკურთხა და მოკლეს სხვათა შორის პატრიარქი კირიონი, ბევრმა ეხლა ილია ჭავჭავაძის ყველა მიცის ხულელობა, მაგრამ აი კირიონზე ვკითხოთ, აბა რამდენმა იცის რომ ვინ იყო კირიონი და რომ მოკლეს ის თუ იციან ქართველებმა დღევანდელებმა და ის თუ იციან რომ კირიონს დაუდეს რევოლვერი სასტუმალთან რომ თითქოს მან თავი მოიკლა. ასეთი სცენა გაითამაშეს მენშევიკებმა, ამ წურბელებმა მართლაც, რომლებმაც მოსპეს ეს ახლად არჩეული პატრიარქი და იგი იყო საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის მომხრე, მაგრამ იყო უაღრესად ობიექტური, როგორც სათნო სასულიერო პირს შეეფერება, ობიექტური და მან აღწერა ეგზარქოსების ისტორია საქართველოში. რას აკეთებდნენ ეგზარქოსები სინამდვილეში? იმიტომ რომ ჩვენ აი საბჭოთა ისტორიოგრაფიიდან ვიცით ერთი აი გულზე ხელი დაიდეთ ახლა თქვენ და თქვით აი ეგზარქოს რო ვიტყვით რა გახსენდებათ. ხო, უმეტესობას თქვენგანს გაახსენდება ეგზარქოსი პავლე, რომელმაც თითქოს დაწყევლა ქართველი ხალხი 1886 წელს და ეს არის ჩვენთვის აი ეს იმან ლაღიაშვილმა მოკლა ჩუდეცკი და ჩუდეცკის დაკრძალვაზე ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა დაწყევლა ქართველი ერი, რასაც თვითონ პავლე უარყოფდა მაშინ და განხილულია სხვათა შორის დიმიტრი ყიფიანის დიდი მამულიშვილის როლი, რომელიც ამ საკითხში არ იყო მართალი, მაინც და მაინც, ესეც აქ არის შესული და შემდეგ უკვე ისიც არის განხილული, რომ ჩვენ აი ვიღაცა მკვლელ იოსებ ლაღიაშვილს საბჭოთა დროს ის და არა მარტო საბჭოთა შემდეგ პერიოდშიც უკვე დღევანდელობამდე ისე გვიხატავდნენ თითქოს ეს ვიღაც პატრიოტი იყო და მოკლა ვიღაც საშინელება ჩუდეცკი. არა და ეს ჩუდეცკიც სასულიერო პირი იყო, დეკანოზი იყო და სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. და კაცი მოკლა ამან პირადი ბოღმის გამო, რომ თვითონ გარიცხული იყო ეს ვიღაცა ლაღიაშვილი, რომელიც მერე ციმბირში გადაასახლეს, სხვათა შორის 20 წლით მიუსაჯეს გასახლება. სიკვდილით არ ჯირდა მაინც და მაინც რუსეთის იმპერია ხალხს და ქართველებს მით უმეტეს. და აი ეს საკითხიც უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ მარტო ამით არ მოიწურება ეგზარქოსობის ისტორია საქართველოში. რომ ეს არის დიდი ისტორია, უამრავი სიკეთე გაუკეთეს ქართულ ეკლესიას, ქართულ ტაძრებს, იმ ვითომ შეთეთრებულ ფრესკებს კი არა აფუჭებდნენ, შეთეთრება იყო ერთ-ერთი მეთოდი, თვითონ ქართველები მე-18 საუკუნეში იყენებდნენ ფრესკების გადასარჩენად. და შემდეგ ის შეთეთრებოდა მოცილება იმ კირის და მოხატვა, როგორც მაგალითად სიონში, ბეთანიაში და ბევრ კიდევ ლავერტში რუსები აკეთებდნენ ამას ისევ გაგარინი აიღებს თუნდაც და აქ არის მთელი სია ჩამოთვლილი ვინ იყვნენ რუსი მხატვრები და სპეციალისტები, ვინც ხატებს წერდნენ, ქართულ ხატებს. ისე კი არა ახლა რომ ჩინეთიდან დაშტამპული ხატებით გაივსო. მე ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გადავირი, რომ ჩინეთში იშტამპება ხატები, შემოდის საქართველოში და ხალხი ლოცულობს ამ ხატებზე. მე ეს არ მესმის მართალი გითხრათ, ვისი ბიზნესია, რა საშინელება ხდება საერთოდ ამაზე აღარ მინდა ამჯერად ლაპარაკი, სხვა დროს ვილაპარაკ. და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, რომ არ არის ეს ასე. სიხალბეს გვასწავლიან, არანაირი ხატების და ფრესკების გაფუჭებას რუსების მხრიდან არ ქონიათ. პირიქით შემოინახეს, ბევრი რამ გადაარჩინეს, როგორც შეეძლოთ ისე. ზოგ შემთხვევაში შეცდომებსაც უშვებენ ტექნოლოგიურს, მაგრამ არ იყო არაფერი გაფუჭებული. პირიქით 80-90% გადაარჩინეს ისევ ის ქართული ეკლესიის მემკვიდრეობა, რაც დღეს გვაქვს ჩვენ კიდევ. აი ამ საეკლესიო საკითხზე, ენობრივ საკითხზე
და კიდევ ცალკეულ სტატისტიკურ მონაცემებსაც განვიხილავთ ამ წიგნში და მე რა ვიცი ყველას კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ვისაც გაინტერესებთ ეს საკითხები, შეგიძლიათ წიგნი მიიღოთ საჩუქრად, დამიკავშირდით ელექტრონული პოსტით და მე ამას პრეზენტაციას გავუკეთებ სულ მალე თბილისში, იქ დავარიგებ და იქნება შესაძლებლობა, რომ ვისაც სურს მიიღოს ეს წიგნი. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდი.